სექსუალური ძალადობა და შანტაჟი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონების სოფლის ექიმბაშთან ვიზიტის სექსუალური აქტით სრულდებოდა. საიდუმლოს შენახვის გარანტია კი მოძალადის მიერ გადაღებული პროცესის ამსახველი ფოტოები იყო. ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, ექიმბაშს მისივე ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც ეს უკანასკნელი სამართალდამცავებმა დააკავეს, ხოლო დაჭრილი ექიმბაშის წინააღმდეგ შანტაჟისა და სექსუალური ძალადობის შესწავლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა დაწყებული არ არის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების შედეგად 49 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინციდენტის მიზეზი სოფლის ექიმბაშის გარყვნილება გახდა, რაც ქალბატონებისთვის მკურნალობის პერიოდში აღგზნების გამომწვევი მედიკამენტების მიცემასა და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებაში გამოიხატებოდა. მე მეორე დროს გავიგე დილა სამსახურში მივიდიოდი. რასთან მოხდაოდა მე გამოვედი რაღაცა წაუყენეთ პოლიციაში, ერთი პოლიციაში, მეორე სამართლმაშია ქვია. სამართლობაში მე არაფერი არ ვიცი. ასეთი კაცი სოფელში არ უნდა გააჩეროს, თქმა უნდა. ქალების ულებდა, ქალებთან ასე შობოდა, აშიშულებდა ხელისუფლებამ და რა ვიცი. თითქოს რაღაცა ქალებზე მკურნალობდა ხელოვნურად, როგორც ასეთი აფიერულად. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურით იღებდა, რისი მეშვეობითაც ქალბატონებს აშანტაჟებდა და შემდგომში მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა. ვიდეოთ ესე იგი აშირებდა, ესე იგი წამალს უსხამდა თურმე, მაგი მეწამლია კაცი იყო რაღაცას, იმაზე ჭაჭებზე და იმაზე კურნალებდა და ვინც გაჭირებული მივიდა და მოწონდებოდა ქალის, ცოტა წამალში უშორდებდა თურმე და რა ვიცი მე ამფრად ვიცი ჩვენ. რა ვიცი ფარული ჩანაწერები ქონდაო, მე არ ვიცი. ასე გავიგე წამალს აკეთებდაო, თირკმლის წამალსო და რა ვიცი, რას უშვებოდა მე რა ვიცი. სოფლის ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ბრალდებულის დედა მაცნესთან საუბარში აცხადებს, რომ თვითნასწავლი ექიმის პაციენტებთან ინტიმური კავშირის თვითმხილველი მისივე შვილი გახდა, რაც შემდეგ თავის ბიძაშვილს უამბო. წამლებს აკეთებდა. ნებისმიერ თირკმლისკენ ჭიოქალური დაავადებები რაღაცების ქალების ძირითადი მკურნალი იყო. ამ ბოლო ხანებში რაღაც წამლებს ურევდა თუ რაღაცებს, სოფელში პრობლემები შეიქმნა. ჩვენმა შვილმა ეს ვიდეოები ნახა, გაგიჟდა. ის ერთი ვიდეოს მისი ამხანაგის საკუთარი სკოლა დამთავრებ, მისათაც რომ საშუალო სკოლა დაამთავრა პირველი კლასიდან 10 კლასის ჩათვლით ერთი მის დედა იყო. ეს რომ დაინახა თურმე გაგიჟდა. ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა, გაუკვირდა. მათი მამას რამე ვერ უშველა, ჩემი შვილი ასაკოვანი, ძალღონით სავს ენერგიული წაიყვანეს. სახლის, სადაც ინციდენტი მოხდა, დღეს ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. ტერიტორიას თანასოფელებისგან საპატრულო პოლიცია იცავს. დაჭრილი ექიმბაში ამ ეტაპზე კლინიკა მედინაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აქ გვითხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სოფლის მოსახლეობა ექიმბაშის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.